სტრაბიზმი, იგივე სიელმე, მხედველობის ერთ-ერთი გავრცელებული პათოლოგია, რომლის დროსაც ერთი თვალი ან მონაცვლეობით ორივე თვალი გადახრილია საფიქსაციო წერტილიდან. მდგომარეობა შესაძლოა იყოს მუდმივი ან პერიოდული და ხშირად როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში გვხვდება. სიელმე მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არ არის. დროული შეფასებისა და მკურნალობის გარეშე მან შესაძლოა მხედველობის სერიოზული დარღვევები გამოიწვიოს. დაგვიანებული დიაგნოსტირების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ისეთი გართულებები, როგორიცაა ზარმაცი თვალი, ეგრეთ წოდებული ამბლიოპია და მხედველობის ხარისხის დაქვეითება. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დაავადების დროულ დიაგნოსტირებასა და შესაბამისი მკურნალობის დაგეგმვას. ნიუ ჰოსპიტალში ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი პაციენტებს თავაზობს სიელმის სრულყოფილ დიაგნოსტირებასა და ინდივიდუალურად შერჩეულ მკურნალობას. მათ შორის როგორც თერაპიულ, ასევე ქირურგიულ კორექციას. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მრავალპროფილური გუნდის ჩართულობით ცენტრში შესაძლებელია როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილთა სტრაბიზმის მართვა. დღეს ჩვენი სტუმარია ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი მაია საგინაშვილი. მოგესალმებით, ქალბატონო მაია, დიდი მადლობა და მინდა გკითხოთ პირველი ზოგადი შეკითხვით განვუმარტოთ მაყურებელს, რა არის სტრაბიზმი და როგორ შეიძლება განვითარდეს ის და როგორ შეიძლება მისი დიაგნოსტირება. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და ამ საშუალებისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ამ თემაზე ფართო აუდიტორიისთვის. სტრაბიზმი, ანუ სიელმე გახლავთ მხედველობის ანალიზატორის სენსორულ-მოტორული პათოლოგია, რომელიც გამოხატულია თვალის კაკლების პარალელური დგომის დარღვევით და მათი პარალელური მოძრაობის დარღვევით. სიმპტომები, როგორც აღნიშნეთ, პირველ რიგში თვალსისაცემის სიმპტომი გახლავთ სწორედ კოსმეტიკური პრობლემა, როდესაც ერთი თვალი ან მონაცვლეობით ორივე მუდმივად ან პერიოდულად რაღაც კუთხით არის გადახრილი საფიქსაციო ღერძიდან. აგრეთვე შესაძლებელია შეიმჩნეოდეს თვალის კაკლების პარალელური მოძრაობის შეზღუდვაც. კონკრეტულად ერთ-ერთი თვალის ან ორივესი გარკვეული მიმართულებით ექსკურსიის შეზღუდვა თვალის კაკლის. ასევე სიმპტომებიდან აღსანიშნავია თავის და კისრის კომპენსატორული პოზიცია. იმის გამო, რომ ამ დაავადებას ხშირად ახლავს დიპლოპია, ანუ გაორება, პაციენტი თავის დაუნებურად ირჩევს თავის ისეთ პოზიციას, რომ შეამციროს გაორება და ამით მეტად კომფორტულად იგრძნოს თავი. გარდა ამისა, სიმპტომებს შორის შესაძლოა აღინიშნებოდეს აგრეთვე მხედველობითი ნაკლის არსებობა, მხედველობის დაქვეითება, ანუ პაციენტი უკვე ჩიოდეს დაბალ მხედველობას. დიაგნოსტირება ვახსენეთ შესავალში, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტირება. როგორ შეიძლება დაიწყოს, ასე ვთქვათ, თუ ადრეული დიაგნოსტირება მოხდება და თქვენც რო გითხრათ, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი? იცით რა, სანამ ამ კითხვას ვუპასუხებთ, მე მინდა გითხრათ სიელმის განვითარების მიზეზებზე და აქედან გამომდინარე, მე უკვე ლოგიკურად მივდივართ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია, ზოგჯერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სიელმის დროული დიაგნოსტიკა, მისი ტიპის ზუსტად განსაზღვრა, რამ გამოიწვია ამა თუ იმ სიტუაციაში სტრაბიზმის განვითარება. ადრეულ ასაკში, როდესაც პირველი 6 თვის განმავლობაში, სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში განვითარებული სტრაბიზმი ითვლება თანდაყოლილად და აუცილებელია ამ დროს მოხდეს ოფთალმოლოგის კვალიფიციურ კლინიკაში, პროფილურ კლინიკაში ოფთალმოლოგის მიერ ბავშვის დიაგნოსტირება, იმიტომ რომ აი ეს უწყინარი გამოთქმა ახალშობილებს ახასიათებთ, არ იყოს ესეთი საბედისწერო ამ ბავშვისთვის. იმიტომ რომ სიელმე ასეთ ასაკში შესაძლოა გამოიწვიოს მუცლადყოფნის პერიოდში მხედველობის ორგანოს განვითარების რაიმე ანომალიამ, რაც მერე დაკავშირებულია დაბალ მხედველობასთან. ეს შეიძლება იყოს თანდაყოლილი კატარაქტა, მხედველობის ნერვის ან ბადურას განვითარების რაიმე ანომალია. ასევე შესაძლებელია ჩვილობის პერიოდში, უკვე წლამდე ასაკში, მის უკან იმალებოდეს სხვა სერიოზული დაავადებები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებს სხვაგვარ მართვას. აქ არ არის ლაპარაკი სიელმის ქირურგიულ კორექციაზე ან მის მოსწორებაზე. ეს შეიძლება სხვა დაავადების სიგნალი იყოს, სიმპტომი იყოს, ამიტომ დიაგნოსტირება ძალიან მნიშვნელოვანია. რა შეიძლება იყოს სიელმის განვითარების მთავარი მიზეზები და არის თუ არა ის ყოველთვის თანდაყოლილი?
არა, ყოველთვის თანდაყოლილი არ არის. არის შემდგომ უკვე დაახლოებით 2-3 წლის ასაკში ერთ-ერთი გავრცელებული შემთხვევაა, როდესაც ბავშვი იწყებს აქტიურ საქმიანობას ახლო მანძილზე, მაშინ ახლავს ხოლმე ამას სიელმის განვითარება. დღევანდელი გაჯეტების არასწორი მოხმარება ასეთ მცირე ასაკში ერთ-ერთი მიზეზი ხდება ხოლმე ზუსტად ამ ტიპის სიელმის განვითარების. სიელმის განვითარების მიზეზებში კიდევ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის, რომ თვითონ თვალის კაკალს ამოძრავებს თითოეულს 6 თვალის მამოძრავებელი კუნთი, ანუ მთლიანობაში 12 კუნთი მონაწილეობს თვალის კაკლების სწორ პოზიციაში დადგომაში და მათ სწორად მოძრაობაში. მათი ამ კუნთების ინერვაცია ხდება თავის ტვინიდან, ხომ? შესაბამისად, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება სხვადასხვა გენეზის, ეს შეიძლება იყოს ტოქსიური, მედიკამენტოზური, ინფექციური, შესაძლოა იყოს ტრავმული, შესაძლოა იყოს თავის ტვინში მიმდინარე მოცულობითი თუ დეგენერაციული დაავადების ერთ-ერთი პირველი სიმპტომი გამოვლენა, ამიტომ აი ეს დიაგნოსტირება ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ. კი, და სწორედ ამას მოყვა ჩვენი შემდეგი კითხვაც, რა მეთოდებით ხდება დიაგნოსტირება დღესდღეობით, რომ მოგვიყვეთ ამაზე და რა თავზე კლინიკანი ჰოსპიტალში ამ მხრივ პაციენტებს. პირველად მომართვისას, როდესაც პაციენტი მოგმართავს სიელმით, რა თქმა უნდა, გინდება ის, რა პერიოდში გაჩნდა სიელმე. პირველ რიგში ჩვენი მხრიდან ხდება მხედველობითი ფუნქციების შეფასება, აგრეთვე თვალის მამოძრავებელი აპარატის სრული კვლევა. მხედველობითი ფუნქციების შეფასებისას უნდა მოხდეს კომპიუტერულად დიაგნოსტირება, რა ტიპის მხედველობასთან გვაქვს საქმე. აქ არის ახლო მხედველობა, შორს მხედველობა, ასტიგმატიზმი, ანიზომეტროპია, რომელიც ხშირად ხდება სტრაბიზმის განვითარების მიზეზი ხოლმე. თუ ვნახეთ, რომ მხედველობითი ფუნქციები ნორმალურია და სახეზეა მხედველობის, უბრალოდ თვალის მამოძრავებელი აპარატის დაზიანება, ზოგჯერ გვჭირდება ხოლმე ნევროლოგის ჩართულობა, ასეთ შემთხვევაში გვჭირდება MRI კვლევა თავის ტვინის და ორბიტების, ზუსტადაც ამაში მდგომარეობს ნიუ ჰოსპიტალში აი ეს მულტიპროფილური შეკრული გუნდის თანაარსებობა, რომ ჩვენ საშუალება გვაქვს ძალიან სრულყოფილად, ფართედ, ამომწურავად განვიხილოთ ეს პათოლოგია და არა ესეთ ვიწრო ჭრილში, მხოლოდ როგორც კოსმეტიკური ნაკლი. მრავალფეროვანი მიმართულებები აქვს ამ დაავადებას, ასე ვთქვათ, ანუ ბევრი რამეს ეხება და ეხლაც როცა ახსნიდით, ბევრი მიმართულება გამოიკვეთა, შეიძლება ნევროლოგის ჩართულობა გახდეს საჭირო და ენდოკრინოლოგის ჩართულობა, ოფთალმოპათია, ენდოკრინული ერთ-ერთი მიზეზი ხდება ხოლმე მოზრდილთა ასაკში სიელმის განვითარების. მინდა კითხოთ ზუსტად ამაზე, რომ რა შემთხვევაში არის ინიშნება თერაპიული მკურნალობა და რა შემთხვევაში ხვდებით, რომ საჭიროა უკვე ქირურგიული ჩარევა. დიახ, პირველადი მომართვისას, როდესაც ბავშვი მოგმართავს და იქ ვნახულობთ მხედველობითი ფუნქციების პრობლემასაც, როგორც აღნიშნეთ, შესაძლოა იყოს ახლო მხედველობა, შორს მხედველობა, ასტიგმატიზმი. პირველ რიგში ინიშნება ოპტიკური კორექცია და ოპტიკური კორექციის პირობებში მერე რამდენად უნდა განისაზღვროს სიელმის ტიპი და რამდენად პროგნოზი იმისა, რამდენად მოგცემს ოპტიკური კორექცია, ეს იქნება ბავშვთა ასაკში, რასაკვირველია სათვალე ან კონტაქტური ლინზა, სიელმეზე გავლენას. თუ გვაქვს ამბლიოპია, ანუ ზარმაცი თვალი, მაშინ ჯერ ვმკურნალობთ ზარმაც თვალს და მერე უკვე განვიხილავთ ქირურგიულ მკურნალობას. ასევე მინდა აღვნიშნო, მოზრდილებში არის ხოლმე ხშირად ბავშვობაში ოპერირებული სტრაბიზმი და შემდგომ მიტოვებული მკურნალობა, იქ იყო ზარმაცი თვალი, არატარა ბავშვმა სათვალე მოიზარდა და შემდგომ უკვე ეს არამხედველი თვალი განიცდის ხელახლა გადახრას. ასეთ შემთხვევაში უკვე, რა თქმა უნდა, თერაპიულ მკურნალობას აზრი არ აქვს და პირდაპირ გადავდივართ უკვე ქირურგიულ მკურნალობაზე. ასევე ქირურგიულ მკურნალობას განვიხილავთ უალტერნატივოდ, როდესაც სახეზეა მხედველობითი ფუნქციები ნორმაა და სახეზეა თვალის მამოძრავებელი აპარატის ამა თუ იმ სახით პათოლოგია, რომელიმე კუნთის სისუსტე და პირიქით ანტაგონისტი კუნთის ჰიპერფუნქცია. ასეთ შემთხვევაში უკვე პირდაპირ განვიხილავთ ხოლმე ქირურგიულ მკურნალობას. თუმცა ბავშვთა ასაკში მაინც ასურველია, რომ თერაპიულად ამოვწუროთ ყველა რესურსი, იმიტომ რომ ქირურგია ყოველთვის რადიკალურია და მივდივართ ამ ბოლო სტადიაზე. ჩვენ უკვე პირველად არ ვეხებით ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის აღჭურვილობას და ახალ ტექნოლოგიებს და ყოველ გადაცემაში ვიგებთ ახალ
აპარატურაზე. სტრაბიზმის მხრივ რა ახასიათებლობებს თავაზობს კლინიკა მის დიაგნოსტირებაში და მკურნალობაში რომ მოგვიგოთ. დიახ, კვლევის მეთოდებში აღსანიშნავია ეს კომპიუტერული მაღალტექნოლოგიური მხედველობითი ფუნქციების შესაფასებელი აპარატურა, ასევე თუ პირველადი ოფთალმოლოგიური კვლევისას გამოიკვეთა თვალის სტრუქტურების რაიმე დაზიანება, ვიყენებთ ტომოგრაფის აპარატს, პერიმეტრიის აპარატს, აგრეთვე კორექცია, როდესაც გვჭირდება მოზრდილებში, რომ მოხდეს ჯერ მხედველობის კორექცია და მერე მოხდეს უკვე სიელმის კორეგირება. გვაქვს მხედველობის კორექციის საუკეთესო ლაზერული ორი წამყვანი ბრენდის მოქმედი აპარატი, რომელიც იდეალურად სრულყოფილად ახდენს მხედველობითი კორექციის მოგვარებას. აქედან გამომდინარე, ჩვენს ხელშია ძალიან დიდი რესურსი ტექნოლოგიური იმისათვის, რომ უკმაყოფილი იყოს კარგად ნამკურნალები. და ბოლოს რომ შევაჯამოთ, რა არის ის ძირითადი პუნქტები, რომელიც ყველამ უნდა გაიგოს სტრაბიზმის თაობაზე და რომ მოუწოდოთ ხალხს, რომ ადრეულად მოვიდნენ ამ დაავადების აღმოსაჩენად. უნდა დადგინდეს, რამ გამოიწვია ეს დაავადება და მოვისმინოთ კვალიფიციური ექიმისგან, როგორ მოვიქცეთ და როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება. ხშირად სტრაბიზმი კარგი სასიგნალო ნიშანია დაბალი მხედველობის. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვს ერთი თვალი აქვს ზარმაცი, მაგრამ რატომღაც არ განვითარდა იქ სტრაბიზმი და ამის შესახებ მხოლოდ სკოლაში წასვლის წინ პროფილაქტიკური გასინჯვით იგებს მშობელი ამის შესახებ. ამიტომ ზუსტადაც ყველა ბავშვი იმ პერიოდში, როდესაც პედიატრი განიხილავს ოფთალმოლოგის სკრინინგულ კვლევას და ურჩევს დედას, რომ უნდა გაიაროს ეს სკრინინგი, აუცილებლად არ უნდა გადადონ მშობლებმა და უნდა მოგმართონ. დიდი მადლობა კაბატონო მაია. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო თემაზე საუბრისთვის. მადლობა მოწვევისთვის.